მშვენიერი ჯიგარი ბიჭია ესეც ამბობს ზარქუა მადიარზე. ოცნების დეპუტატებმა დღეს უნგრეთის არჩევნებზე პირველი კომენტარები გააკეთეს. ნაწილი შედეგებს უნგრელი ხალხის ნების გამოხატულება დაფასებს, ზოგი კი აცხადებს, რომ დიდი იყო გარე ჩარევის როლი. ოცნების სურვილია ახალ ხელისუფლებასთანაც იგივე ურთიერთობა გააგრძელოს, რაც ორბანთან ჰქონდათ. ფასების შემცირებაზე საპარლამენტო კომისია შევქმნით, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებებით ამ ტენდენციებს ხელს უწყობთ. ამის შესახებ ოცნების მოკავშირე ხალხის ზალის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ისაუბრა. მან ავტომობილებზე კობახიძის ინიციატივაც გააკრიტიკა. პოლონეთში პოზნანის პროკურატურამ 5 თვის შვილის გარდაცვალების საქმეზე ბავშვის მამის საქართველოს მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა. სამართალდამცველები 1978 წელს დაბადებულ ნუგზარ ქავთარაშვილს ამ დრომდე ეძებენ. ამავე საქმეზე დაკავებულია ბავშვის ქართველი დედა და ოჯახის ახლობელი ორი კაცი, რომლებიც მოლდოვის მოქალაქეები არიან. საგარეჯოში კაცმა მეზობელი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 73 წლის წარსულში ნასამართლეებმა პირმა 57 წლის მეზობელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული დაკავებულია, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.